მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. მოდით ვნახოთ ახლა. პაუზა გაქვთ თუ დასასრულია. აქ ჩვენ გვაქვს მოკლე ვიდეო. გრძელი ვიდეო იცით თქვენ სადაც არის მეორე არხზე, ამიტომ აბა შევხედოთ ახლა სიტუაციას. რა ხდება თქვენ შორის ახლა, რომ იცოდეთ ეს არის თქვენი გაშლა. და ვნახოთ ახლა პაუზა გაქვთ თუ დასასრულია, მე ვკითხოთ, ხო? ახლა რა ხდება თქვენთან? ეხლა რა ხდება თქვენთან, ვისთვის იქნება ეს გაშლა. ნუ ეხლა არის როგორი სიტუაცია, ეხლა ვისთვის იქნება გაუგებარი სიტუაცია ძალიან, როცა თქვენ შეიძლება ვიღაცას გქონდა შეიძლება კამატი, შეიძლება ვიღაცასთან იყოს სიტუაცია, როცა თქვენ ნამდვილად აი გაუგებრობა არის აი აქ თქვენ შორის და თქვენ ხართ აი არ იცით თქვენ ეხლა საერთოდ მართლა არ იცით, რომ პაუზა არის თუ დასასრული, საერთოდ მორჩა თუ არ მორჩა, ხა ეს ურთიერთობა, მაგრამ აქ შეიძლება ხართ როგორი მომენტში ახლა აი თითქოს შინაგანი ბრძოლა მიდის თქვენში, მე ეს ურთიერთობა მინდა თუ დავასრულო. კი, ბევრი რაღაცა მახსოვს მე ამ ურთიერთობიდან კარგი, ნამდვილად, მაგრამ ბევრი რაღაცები არის ისეთი, რაც მე არ მომწონს, როცა უკვე მე ვხვდები, რომ ანუ მასე არ შეიძლება ჩემთან ეს ურთიერთობა. ანუ არ შეიძლება, მე მინდა ან ნუ ცვლილება გინდათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეხლა ამ წუთში აქ არის თითქოს გაუგებრობა. ეს არის თქვენი აი აქ ნამდვილად რაღაცა, ნუ კარმული თემა არის უეჭველი, რაღაცა სიტუაცია შეიძლება დაჟე ზოგისთვის კარმული მომენტი ან კარმული გაკვეთილი თქვათ მთავრდება ან ამ ადამიანთან ეს სიტუაცია, რომელიც ახლა უნდა დასრულდეს, შეიძლება დასრულდეს. ნუ ნახოთ, გითხოთ ჩვენ, მაგრამ აი აქ უეჭველი უფრო პოზიცია ისეთი არის, რომ უკვე ანუ ვერ ხვდები საერთოდ რა, მე ჩემსავს ხომ არ ვატყუებ, ან როდემდე უნდა იყოს ასეთი გაუგებრობა რა. შეიძლება ზოგი ახლა დაჟე ანუ იღვიძებს კიდევაც და ხვდება რომ ამდენი ხანი მე მეგონა რომ მაქვს ურთიერთობა, მაგრამ ამ ნუ აქ იღვიძებს რაღაცა იცით რა არის თქვენი გალური ენერგიებიც იღვიძებს რა, ანუ თითქოს რო ხვდები რომ ასე უკვე ძალიან ქაოსური სიტუაცია რა. შეიძლება მეორდება სულ ეს სიტუაცია, გამიგეთ რომ ან და ამიტომ თქვენ ახლა უკვე იძახოთ რომ აი უკვე დავიღალე, ეს არის უკვე რაღაცა უსამართლობა რა და ამიტომ ნუ აქ უეჭველი არის რაღაცა. ეხლა მე ყველა ჩემ არხზე იმას ვამბობ, რომ ეხლა ძალიან ესეთი პერიოდი არის, სადაც მართლა კარმები მთავრდება, განულება მიდის და ამიტომ შეიძლება ბევრ ურთიერთობაში მოხდეს ეს მომენტი, რომ უკვე ურთიერთობა მიუახლოვდა იმას, რომ უნდა დასრულდეს. ნუ ნახოთ ჩვენ მაინც ვკითხოთ ახლა ტაროს, რას გვეტყვის ჩვენ ამ შემთხვევაში, რა ხდება, პაუზა არის თუ დასასრული არის, პაუზა თუ დასასრული, რას გვეტყვიან ახლა ჩვენ აქ ვნახოთ ახლა. აქ როგორი მომენტი არის, იცით? პირველ რიგში მე გეტყვით, აქ ისევ არის, ნახეთ, ვისთვის კიდე ექნება, თუ თქვენ გაქვთ რამე სხვაობა დაუშვათ, ხო? თუ თქვენ გაქვთ დაუშვათ სხვაობა, შეიძლება რელიგიაში, ასაკში, მენტალში, შეიძლება გაქვთ აქ სხვაობა თქვა თქვენს მენტალშიც, კი ბატონო, თქვა დაუშვათ არ ვერ ვუგებთ ერთმანეთს. აქ არის როგორი სიტუაცია, ზოგისთვის ეხლა ეს საჯარო გაშლა არის, იქნება პაუზა, ზოგისთვის იქნება დასასრული. აი შემიძლია გითხრათ. ნახат რა ხდება. თუ დაუშვათ თქვენი პარტნიორი გაივლის იმ გაკვეთილს, მიხვდება რომ თქვენ ხართ მისთვის მნიშვნელოვანი, მისთვის ძვირფასი ხართ, ხო? აი მაგ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს აქ კიდევაც პაუზა შეიძლება იყოს, მაგრამ აქ როგორი მომენტი არის, იცით? როცა თქვენ თვითონ ანუ თუ მე ცხრიანები რას ნიშნავს, როცა მე ვირჩევ ჩემს თავს და თუ ადამიანი მიიღებს გაკვეთილის, გაივლის ამ გაკვეთილს, ხო? ანუ ამ გაუგებრობიდან თუ გამომიყვანს, მაშინ კი ბატონო მე მაგას მივიღებ. თუ ადამიანი კიდევ გააგრძელებს იმას, რომ დაუშვათ ახლა მუდმივად სულ ანუ არასერიოზული თქვათ ურთიერთობა არის დაუშვათ, ხო? ურთიერთობა, რომელიც სულ გულს მტკენს, აი ეგეთი ურთიერთობიდან მე ახლა შეიძლება თქვათ თქვენ აირჩევთ თქვენს თავს, მაგრამ რას იზავს ახლა ეს ადამიანი, ხო?
იმიტომ რომ მე აქ ვერ ვეტყვი, აქ არის თქვა ბევრისთვის იმისი ალბათობა, რომ თქვენ შეიძლება შეიცვალოს თქვენი პარტნიორი დაუშვოთ, მაგრამ და დასრულდება ეს თქვენი ერთი და იგივე ეს ციკლური თემები და შეიძლება თქვა რაღაცასთან მიხვიდოდეთ. კი, მაგრამ თუ დაუშვოთ აქ ადამიანი არ შეცვლის თავის მიდგომას, აქ თქვენ ნამდვილად დაასრულებთ რა. იმიტომ რომ როგორი მომენტი არის, იცით შეიძლება გქონდეს რამე საუბარი იქნება, აქ მე ვერ ვეტყვი რომ ადამიანი არ გამოჩნდეს, ადამიანი გამოჩნდება. იმიტომ რომ იმ ადამიანსაც თქვენი დაკარგვა არ უნდა ნამდვილად და ნამდვილად გამოჩნდება და ამიტომ გეუბნებით რომ აქ შეიძლება დაუშვათ თუ ადამიანი, იმიტომ რომ აქ იყო როგორი სიტუაცია, იცით, შეიძლება ადამიანი იყო მიმართული თავის თავზე, უფრო ეგოისტური თემა, რომ მე კარგად ვგრძნობ ამ ურთიერთობაში, მაგრამ ამ შემთხვევაში აქ რაღაცა ვერ არის, აი ესეთი სიტუაცია ვერ ვეტყოდი რომ კარგად გრძნობდეს, მაგრამ როგორი სიტუაცია, იცით, უნდა შეიცვალოს, ან რაღაცა საუბრის მერე რა იქნება აქ. ვაიმე, აქ როგორი სიტუაცია გაქვთ, იცით, ზოგისთვის შეიძლება თქვენ ამ პროცესში ეხანახეთ როგორ ხართ, ირჩევთ თქვენს თავს. აი აქ არის სიტუაცია, როგორ მე ვირჩევ ჩემს თავს. იმიტომ რომ შეიძლება დაუშვოთ თქვენ არ ახართ კმაყოფილები იმით, რომ აი თქვა ერთმანეთის არ გვესმის, ხო? ან რაზე ვისაუბროთ, არაფერი გვაქვს სასაუბრო, ხო? კი დაუშვოთ გაქვთ ეს გრძნობა, შეიძლება თქვენ კიდევაც გინდოდეთ ეს ურთიერთობა, მაგრამ აქ თითქოს თქვენ ათვეცნობიერებთ იმას, რომ ნამდვილად ეხლა ადამიანთან აი რაზე ვისაუბრო, ხო? და არ ვიცი თუ შეიცვლება თუ არ შეიცვლება ეს ადამიანი. პლუს კიდე ძალიან უჭირს ამას თქვენი დაკარგვის და შეიცდება გესაუბროს რამეზე, ხო? მაგრამ არის აქ როგორი სიტუაცია. მოდით ახლა საჯარო გაშლა არის და ვეტყვი იმას, რომ ზოგისთვის შეიძლება ეს საუბარი კი თქვათ რამის შედეგს მისცემს, თქვათ ეს ადამიანი სრულიად მართლა დაფიქრდება, ხო? დაფიქრდება. მაგრამ თითქოს თქვენ აღარ დაიჯერებთ. აქ ვიღაცასთან უეჭველი გეუბნებით ამ სიტუაციიდან, ვიღაცა ეხლა არ გინდა თქვენ ეგა, საერთოდ არ ფიქრობთ ამაზე, მაგრამ შეიძლება ვიღაცასთან ვაფშე ახალი ურთიერთობა შემოვიდეს, ამ ადამიანს ჯერ თქვენ არ იცნობთ. მაგრამ აი აქ არის კიდე სიტუაცია და აქ დასრულება მიდის რაღაც გამოსვლა პროგრამებიდან გამოდის რა, იმიტომ რომ ცხრიანი როცა არის გვერდხების, ეს არის როცა რაღაცა სიტუაცია ნახეთ, აი სადაც არ მოხდა არჩევანი, შეიძლება ეს ბიჭი გეუბნებათ რომ ნურაფეს მეუბნები გთხოვ და ანუ თვითონ სულ არის არჩევანზე. გამიგეთ? მაგრამ შეიძლება გაიგებთ მაგისგან რაღაც ისეთი ინფორმაციას, რომელიც თქვენთვის ხო გეუბნებით 50-50-ზე, ზოგთან შეიძლება მოხდეს ისეთი საუბარი, რომელიც თქვათ გადაგიყვანთ თქვენ, შეიძლება ახალ რამე ეტაპზე, კი. მაგრამ ზოგისთვის ეს იქნება საუბარი, როცა თქვენ მართლა გახვალთ, მიდიხართ ახალ ურთიერთობაში, რომელიც მოგიტანს თქვენ შედეგს იმაზე, რაზეც თქვენ დიდი ხანია შეიძლება თქვენს თავზე მუშაობდით. არა, აქ ბევრს აქვს ახალი გაცნობა. და შეიძლება ისეთ როგორ განახლებული ურთიერთობა, სადაც არის, ზოგშება ინტერნეტში გაიცნობთ ადამიანს და იცით როგორი მომენტი არის ამ პაუზაში, თითქოს თქვენ დაჯდებით და გაანალიზებთ ამ თქვენ სიტუაციას და მიხვდებით, რომ უკვე თითქოს ვერ იღებთ იმას, რაც თქვენ გინდათ რომ მიიღოთ ამ ურთიერთობიდან. გამიგეთ რა ხდება?
მაგრამ აი ეგ არის, რომ შეიძლება თქვენ რომ აი ეგეთ ენერგიებში რო შეხვალთ, აქ ადამიანი მიხვდება რომ კარგავს და გამოჩნდება და რამე საუბარი იქნება თქვენ შორის, მაგრამ ზოგთან შეიძლება ისე დროს მოვიდეს, როცა თქვენ შეიძლება უკვე ვიღაცა ახალი გამოჩნდება და იმ ვიღაცა ახალთან დაიწყებთ თქვენ საუბარს და ეს ადამიანი იქნება ანუ განახებს თქვენ ნამდვილად, აი ნახეთ, თუ იყო დაუფასებლობა დაუშვათ ხო ურთიერთობაში, ანუ ადამიანი სათანადოდ არ გაფასებდა, შეიძლება ანუ გექცეოდათ რამე ისე თქვათ, აი არასწორად ასე რომ ვთქვათ რა, არასერიოზულად იყო გამიგეთ განწყობილი და მერე ამ პაუზის პერიოდში შეიძლება შემოვიდეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში, ხო გაიცნობთ ვიღაცას, ვინც ნამდვილად თქვენ განახებთ თქვენს აი რომ აი ძალიან მაგარი ხარ, ძალიან აი შენ ქალურ ენერგიებში შევა დაგინახა, ანუ მოგექცევა სხვანაირად და სად მიიყვანს მერე ეს სად მიდის? აი ზუსტად ეს მოხდება როგორ იცით, ეს ადამიანი პრინციპში დაგეხმარებათ თქვენ იმაში, რომ თქვენ აი ადვილად გამოხვალთ და ადვილად მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომ უკვე ნამდვილად ნუ დავიღალე რა ამ პაუზებით, ამ დასასრულებით, ამ გაშლებით, რომ პაუზა თუ დასასრული ხო, დავიღალე და გამოგიყვანთ ამ მდგომარეობიდან ეს ურთიერთობა, ეს ადამიანი რო შემოვა თქვენ ცხოვრებაში, ეს ადამიანი თქვენ დაგეხმარებათ გამოსვლაში, ტრანსფორმაციაში შეხვალთ, მიხვდებით თქვენ, რომ უკვე ნამდვილად, ანუ უფრო ადვილად დაამთავრებთ შეიძლება თქვენ იმ ძველ ურთიერთობას, რომელიც უკვე თქვენ აღარ გემსახურებათ, აღარ მუშაობს თქვენზე რა, იმიტომ რომ აქ უკვე დაიღალეთ თქვენ სულ მის დღემში ამ პაუზებით და ამ რაღაცებით რა. და აი ეს ამ ურთიერთობას დაუშვათ, აქვს რამე შანსი? აქ როგორი მომენტი არის, ეს შანსი აქ როგორი გაგება მოდის, კი ბატონო, აქ სასიამოვნო სიტუაციები კი მოდის, და სად მიდიხარ? აჰა. იცით როგორი მომენტი, აქ თითქოს რაღაცა ესეთი ადამიანი მოდის თქვენ ცხოვრებაში, კი ბატონო. რომელთან არ გექნება თქვენ ეს რაღაცა ჩხუბები, გაუგებრობები, რომელთანაც აი თქვათ ახლა მარტო სიამოვნებისთვის მოდის და უშუალოდ ადამიანი, ხო? აქ შეიცვალა, აქ სულ სხვანაირი ადამიანი შემოდის თქვენ ცხოვრებაში, რომელსაც მოაქვს ბედნიერება. ნუ აი ასეთი გაშლა იყო, იმიტომ რომ არ ვიცი ახლა აქ გეუბნები დიდი ხანი აქ შეიძლება პაუზა გაქვთ. და სხვათა შორის შეიძლება даже ისე მოხდა ეს პაუზა აქ ვიღაცასთან, რომ აი ნორმალურად კარგად ვიყავი და უცბად თქვათ რაღაცა დასრულდა, ეს გაკვეთილი იყო. იმიტომ რომ ეს არის აი ნახეთ სისტემატურად ხდება ეგეთი მომენტი რა, რომ ადამიანი ხან მიდის, ხან მოდის, ნუ აქ გეყავით მიჯაჭვული თქვენ მაგ ადამიანზე რა, ძალიან. მაგრამ სხვათა შორის მადლიერი უნდა იყოთ ამ ადამიანის, რომ ამან ძალიან ბევრი ცვლილება შემოიტანა თქვენ ცხოვრებაში, ძალიან დიდი ცვლილება შემოიტანა, მაგრამ ეხლა არის აქ უკვე რაღაცა ახალი პერიოდი, ახალი ეტაპი, აქ ახალი ურთიერთობა მოდის, ისეთი ურთიერთობა, სადაც თქვენ მართლა ძალიან ბედნიერი იქნებით რა. აი ძალიან, სადაც აი დასრულდება ეს თქვენი ნერვიულობა, რომ არასტაბილურია, სულ ველოდები, ხან კარგად ვარ, გადასარევად, მაგრამ აქ ადამიანი მიდის მოდის, გეუბნებით, აი ეს გაშლა ამათ. მიდის მოდის და არ ვიცი ახლა საერთოდ რო წავა, როდის მოვა, არანაირად თქვენ სერიოზულად არაფერს არ გეუბნებათ, თქვენ გინდათ რომ აი არ იცით რა, ახლა თქვენ შეიძლება ფიქრობდით რომ ნამდვილად ეს ადამიანი შემოვიდა ჩემ ცხოვრებაში იმისთვის რომ ჩემი ცხოვრება შეცვალოს, გულით მიიღეთ ეს ადამიანი, ძალიან ისეთი იყო აქ მაგარი ემპათია, მაგრამ ამ ადამიანს ძალიან ბევრი რამე აქ გაკეთებული თქვენთვის იმის მიუხედავად რომ ეს სულ აი ეს პაუზები და რაღაცები იყო, ხო? მაგრამ არ გაძლევდა თქვენ სტაბილურობას ეს ადამიანი, აი თითქოს რაღაც ჰარმონიას არ გაძლევდა და თქვენ სულ იყავით რომ აი ესეთ ფიქრში რომ აი რას ველოდო ამ ადამიანისგან არ ვიცი რა და ამიტომ ნუ რაც ინფორმაცია მოვიდა მიიღეთ და თუთქცა თქვენო არის
მგელოდებით კომენტარებში, აბა მომწერეთ, იმიტომ რომ ახლა არ გაგიკვირდეთ, ახლა არის ესეთი პერიოდი, როცა მართლა უნდა ბევრი რამე შეიცვალოს და მადლიერებით შეგიძლიათ ადამიანი გაუშვათ.